არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X-კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშვილთან ერთად. სამშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, დადგა პარასკევი დღეს ჩვენი შეხვედრისა რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, რამეთო ამ დღეს გადის რადიო იმედის პირდაპირ ეთერში გადაცემა X-კოდის უმიწეს ხოლმე ტავტოლოგია, მაგრამ ვერ ავწდი ვერანაირად ვერ მოიფიქრე სხვა სიტყვები. მე მინდა ყველას მადლობა გითხრათ იმ გამოხმაურებისთვის, რომელსაც მოყვება ხოლმე ყოველი გადაცემის შემდეგ Facebook-ზე, თქვენი აქტიურობისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასევე და მინდა გადაცემის დასაწყისშივე გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი კონტაქტის საშუალება არაჩვეულებრივი. შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 9778 და იცით რომ ამ სერვისით ჩვენ უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co და იცით ასევე უკვე რეკლამისგანაც და სარეკლამო რგოლიდანაც და ჩვენი წამყვანების სიტყვებიდან რომ სწორედ ღირებულება ამ SMS-ისა შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს, ამიტომ თამამად შეგიძლიათ მოგწონთ თუ არ მოგწონთ გადაცემა და უშენ მოგწონთ თუ არ მოგწონთ თემა ან გარკვეული შენიშვნები თემასთან დაკავშირებით გამოგიგზავნოთ და აქ მე მინდა გითხრათ რომ ჯერჯერობით ჩვენ არა გვაქვს ფორმატში გათვალისწინებული ზარების შემოსვლა პირდაპირ ეთერში ძალიან ბევრი მსმენელი რეკავს ხოლმე და სურს გამოთქვას თავისი აზრი ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ესეთ მონოლოგის რეჟიმში გვაქვს ეს გადაცემა თუმცა ვფიქრობთ რომ გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით ჩვენ ერთგვარად ამ ფორმატში შესრულებებს შევიტანთ და ჩვენი გადაცემა უფრო კომუნიკაბელური გახდება რამე თუ რადიო იმედში ჩვენ საბოლოო ჯამში გусმენთ ერთმანეთს როგორც თქვენ მეც თქვენ და ამიტომ რაღაცნაირად ჩვენ შევეცდებით ჩვენი ეს ახალი სლოგანი გავამართლოთ და რაღაცნაირად გავხადოთ უფრო კომუნიკაბელური გადაცემა. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას მე არაერთხელ მიწევს ხოლმე საუბარი იმაზე რომ ჩვენ ყოველთვის საუნდტრეკებს და მსოფლიო ჰიტს რომელიც მოყვება ჩვენს გადაცემას რაღაც თემატურად უკავშირებთ ხოლმე გადაცემის შინაარს. ნუ გადაცემის პოლ საიმონი იქნება ჩვენი ახლა პოლ საიმონის მუსიკა არ ჟღერს რაც აფრიკული ხანგის ღირს და პოლ საიმონის არ შევარჩიეთ უბრალოდ რამეთო პოლ საიმონის ეს აფრიკული თემატიკით გატაცება იყო მთავარი მიზეზი იმისა რომ ის არის დღეს ჩვენი მუსიკალური ფონის ერთგვარი შემქმნელი იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მთელი ორი გადაცემა ჩვენ რაღაც მუსულმანურ სამყაროში აზიაში ვიყავით დღეს ოდნავ გადავინაცვლებთ აფრიკაში და რაც შეეხება გადაცემის შინაარს ძალიან მომწონს ეს ფონი ერთ-ერთი ფილმიდან არის დოკუმენტური ფილმიდან აფრიკაზე და ჩვენ სწორედ აფრიკაში ვიმოგზაურებთ დღეს რამე თუ აქ ჩვენ გავიცნობთ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ხალხს ძალიან საინტერესო ტომს რომელსაც ქვია დოგონთა ტომი და ნუ თქვენ გახსოვთ ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრეთ ჰოპის არაჩვეულებრივ ტომზე რომლებიც ბინადრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში რომლებიც არ ცნობენ ცივილიზაციას რომლებიც არ იღებენ პენსიას არ იღებენ ხელფასებს და რაღაცნაირად ცხოვრობენ დაახლოებით ისე როგორც ცხოვრობდნენ მათი წინაპრები და მათ შემორჩენილი აქვთ ფაქტობრივად ეს არის ადამიანთა ერთობა რომელიც ერთობლივად წარმოადგენს ცოცხალ არტეფაქტს არა უბრალოდ ნივთს რომელიც დაუშვათ არქეოლოგებმა შეიძლება აღმოაჩინა რომელიც საინტერესო ადგილებში გათხრების დროს არამედ შეულებრივად მათი ყოფა, მათი კოსმოლოგია გნებავთ, მათი წარმოსავლა გნებავთ, მათი ზოგადად ცხოვრების არსი არის ზოგადად წარმოადგენს მთლიანად არტეფაქტს. და დღეს ჩვენ ასევე ამ მცირე რიცხოვან ეთნოზე განვგრძობთ თხრობას და მინდა გითხრათ რომ ჩვენ გვექნება გადაცემაში საუბარი როგორც საიდუმლო ორგანიზაციებზე, ასევე მცირე ეთნოსებზე, ну ფაქტობრივად ჩვენ ვისაუბრეთ ჰოპის ტომის შესახებ და ახლა კიდევ ერთ ეთნოსს გავიცნობთ ჩვენ მათზე ქონდა ერთ გადაცემაში გაგვით საუბარი და დღეს საშუალება მოგეცემა რომ რაღაცნაირად მათ საინტერესო კოსმოლოგიას, კოსმოგონიას, მათ საინტერესო ზოგადად არსებობას ამ დედამიწაზე რამე თუ ისინი თვლიან, მათ იციან საიდან მოვიდნენ, იციან რატომ არიან ამ აქ რატომ რისთვის ცხოვრობენ და ზოგადად მათთვის არ არსებობს არანაირი პრობლემა იმისა რომ მოიძიონ თავის საკუთარი, მათ იციან ყველაფერი ძალიან კარგად და ეს რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა. ეს არის თანამედროვე ცივილიზაციას მოწყვეტილი მცირე ეთნოსი, რომელთა წარმომავლობის შესახებ ფაქტობრივად არავინ არ იცის მიუხედავად იმისა, რომ ვიკიპედიაში ბევრი რამ შეიძლება მოვიკითხოთ მათზე. მალის რესპუბლიკა თქვენ იცით და სხვადასხვა აი ამ დოგონთა ტომის წყალობით, ნუ ჩვენ ცოტათი გავუსწრებთ ჩვენ მოვლენებს და თქვენ მერე მიხვდებით თუ რატომ გახდა
მალის რესპუბლიკა ტურისტებისთვის ასეთი ფაქტობრივად მექად გადაიქცა და ძალიან ბევრი ტურისტი, რომელიც აფრიკაში მოგზაურობს, თავის აუცილებლად მიიჩნევს, რომ მალიში ჩავიდეს და ნახოს ეს უცნაური ადამიანები და აი მალის რესპუბლიკის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სახლობენ ისინი, სადაც მდებარეობს მთა ბანდიგარა და გომბურის ესეთი მთათა გარკვეული სისტემა. ფაქტობრივად მე რომ მკითხოს ბორცვებია, მაგრამ მაინც მთათა სისტემა არის ესე გეოგრაფიულად ის ცნობილი ზოგადად აი ენციკლოპედიაში. და აი აქ არის ძალიან საინტერესო გამოქვაბულები, პრიმიტიული ქოხმახები, თქვენ ნახავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველი გადაცემის შემდეგ ვდებთ ჩვენი გადაცემის დასურათებულ ვერსიას და თქვენ თუ არ აქვს საშუალება პირდაპირ ეთერში მისი მოსმენისა, შეგიძლიათ შევძანოთ Facebook-ზე და უკვე ნახოთ შემდეგ უკვე ეთერში გასული გადაცემის დასურათებული ვერსია და თქვენ ნახავთ, რაზე ვსაუბრობთ. ეს არის ძალიან საინტერესო ფორმის სახლები. ესეთი არქიტექტურა, რომელიც არ არის დამახასიათებელი არც აფრიკისთვის, არც დავუშვათ ზოგადად აზიისთვის. არც აი რაღაც გამორჩეულია თვითონ იმ ადგილებიდან გამომდინარე რელიეფის მიმსგავსება არის ისეთი ფანტასტიკური, ნუ თქვენ ნახავთ, მოკლედ რაზე ძალიან რთულია მის გადმოცემა შინაარსობრივად და ნუ თქმულების თანახმად დოგონები ამ ადგილას მე-11 საუკუნეში ჩამოსახლდნენ, როგორც გითხარით, რომ ზოგადად ცნობა მათ შესახებ არ არის საბოლოოდ დადგენილი, 1000 ვერსია არსებობს, მაგრამ მე-11 საუკუნეებიდან არსებობს უკვე დოკუმენტური მასალა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია უკვე მათზე ერთგვარი წარმოდგენაც ვიქონიოთ. ისინი ჩამოვიდნენ ნიგერის ზედა შენაკადებიდან, სუდანის ტერიტორიაზე განლაგებული მადენის ქვეყნიდან. თქმულების თანახმად მათ შეავიწროეს ბანდიგარის ქვეყანაში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა და შემდგომ ესე დამკვიდრდნენ. ნუ შეთვის მათ უამრავი რამ იმ ადგილობრივი კულტურისგან, ჩვევები, ენა, დოგონების ნახევარმა როგორც ზოგადად აფრიკაში მიიღო მაჰმადიანობა, ნახევარმა მიიღო ქრისტიანობა, ნახევარმა 40%-მა მიიღო ქრისტიანობა, 40%-მა მაჰმადიანობა, დანარჩენმა 20%-მა კვლავ შეინარჩუნა ის ერთგვარი წარმართული ადგილობრივი რელიგიები, რომელთა დასახელება შეიძლება დასახელებამ შორს წაგვიყვანოს, რამეთუ მე მაგ ცალკე ფუძელზე ამოწერილი ის ღვთაებების ერთგვარი ნუსხა, რომელსაც ისინი თაყვანებენ და ნუ ვფიქრობ, რომ მოდით ამას თუ გნებავთ, თუ დრო დაგვრჩა ამასაც ჩვენ რა თქმა უნდა შევეხებით გამომდინარე ჩვენი თემიდან და იბადება კითხვა, ნუ რა არის ამ ეთნოში ისეთი, რაც არის დავუშვათ სხვა აფრიკაში, ნუ რატომ უნდა ვისაუბროთ ჩვენ მაგალითად თუნდაც X-კოდზე ხომ არის რაღაც გეოგრაფიული გადაცემა. მაგრამ აქ იწყება უკვე ყველაზე მთავარი. როგორც გითხარით, ეს ხალხი გამოირჩევა არა აფრიკაში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დავუშვათ ხოპის ხალხის მსგავსად ცხოვრობენ იზოლირებულად და ფაქტობრივად აი მისდევენ ძველ ადათებს, არ ცნობენ ცივილიზაციას, არ აქვთ ხელფასი ელექტროენერგია, პენსიებზე ვარსებობენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ცივილიზაციის შემოტევის მიუხედავად მათ შეძლეს უძველესი წმენის შენარჩუნება, რომელიც მოიცავს ძალიან იდუმალ ასტრონომიულ ცნობებს, რომელიც თავისი სიზუსტით შოკში აგდებს მეცნიერებს და მკვლევარებს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ამას მინდა ხაზი გაუსვა და საოცარი ესეთი სინქრონულობით ესადაგება ერთ-ერთზე თანამედროვე რო ამბობ, მე არ გულისხმობ მხოლოდ 10 წლების მანძილზე გაკეთებულ აღმოჩენებსა და რაღაცნაირი გარკვეული მეცნიერული თეორიების და მტკიცებულებებს, არამედ ვსაუბრობ იმ აღმოჩენებზე, რომელიც აი ეხლაც კი გრძელდება. ანუ მათ ჰქონდათ ესე იგი ეს პირველ რიგში ასტროფიზიკა მოხდებულობაში. აი ეს ველური ტომი, აი ეს ველური ადამიანები ერთის შეხედვით, რა თქმა უნდა, მომიტევენ რომ მათ ესე უწოდებთ, სხვადასხვა თქვენ თუ ნახავთ მათ გარეგნობას, რაღაცა უცნაურობა მაინც შეიმჩნევა, ისინი მაინც გამოირჩევიან, აი ის სხვა დავუშვათ აფრიკის არ მიყვარს ეს ველურს რო ამბობ, მაგრამ ფაქტობრივად მე მინდა რომ აი ეს რაღაცნაირად ეს ჯოხიანი და ესეთი რაღაც ძალიან ესეთი პრიმიტიული საფარის მქონე ადამიანებთან პარალელურად რო გავა, ისინი მათგანაც კი განსხვავდებიან თავისი სამოსით. მე მანიშნებ რომ ახლა სარეკლამო ჭრა უნდა მოხდეს ეთერში, მოდით ცოტათი შევისვენო და ფიქრობ რომ თქვენ ძალიან საინტერესო რამ კიდევ წინ გელეთ. დაგველოდეთ. ამოუცნობი, ამოუხსნელი, დამალული, შენიღბული. X-კოდი რადიო იმედის ეთერში.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით X-კოდი განაგრძობს რადიო მედიის პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას და დღეს ჩვენი გადაცემის თემაა ფონიდან გამომდინარე რაღაც აფრიკაში მოგზაურობთ და საუბრობთ ფაქტობრივად განვაგრძობთ საუბარს აი ესეთ ეთნოზე, რომელიც თავისი არსით და თავისი არსებობით რაღაც ერთგვარ არტეფაქტს წარმოადგენს, არა დავუშვათ ხილული საგანი, თავისი უბრალოდ ესეთი ხელშესახების საგანი, არამედ ადამიანთა ერთობა თავისი ცნობიერებით, რომელიც ფაქტობრივად მართლა არტეფაქტია. ეს გახლავთ დოგონთა ტომი, რომელიც აფრიკაში ბინადრობს, მალიში და სწორედ აი მათი ესეთი გამორჩეულობის გამო გახდნენ ისინი ფაქტობრივად ამ ტურისტთა მექად გადაიქცა ეს ქვეყანა, თუმცა მათ ეს საიდუმლო, როგორც ხდება ხოლმე ზოგადად, როდესაც გაცნაურდება რაღაცა ერი, ან გაცნაურდება რაღაცა საიდუმლო ერთგვარი ეთნოსისა, მუდმივად ხდება ხოლმე ტურისტთა მთელი ნაკადი იქ მიიწევს და ზედაპირული რაღაცების მიუხედავად მაინც საიდუმლო რჩება საიდუმლო და რაში მდგომარეობს მათი საიდუმლო მოგახსენით კიდეც და კითხვა გავიმეორებთ, რომ ისინი გამოირჩევიან იმით, რომ მათ ზუსტად იციან თუ საიდან არიან და სად უნდა წავიდნენ, მათ იციან, რომ მათი სამშობლო არ არის დედამიწა. ეს ძალიან საინტერესო, მე ყოველთვის ვერიდები ხოლმე, რომ დავუშვებთ ამფრინავ თევზებზე და უცხო პლანეტელებზე ვისაუბრო, მაგრამ ეს ძალიან უცნაური ტომია და ფაქტობრივად ბერი მეცნიერი მათი ცოდნით არის შოქში ჩავარდნილი. დღესაც ფაქტობრივად ბევრი მიიჩნევს, რომ ეს რაღაცასთან გვაქვს საქმე, ანუ შესაძლოა ფაქტების ერთგვარი რაღაც манипулირება მოხდა და ეს მხოლოდ სხვადასხვა მეცნიერთა რაღაც შეთხსული მითია, მაგრამ მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყოთ. მე უბრალოდ გეტყვით იმას, რომ ამ ადამიანებმა იციან, როგორც გითხარი, საიდან არიან, მათ იციან, რომ მათი სამშობლო არის არც მეტი არ ნაკლები, არც მარსი და იუპიტერი, არამედ ვარსკვლავი სირიუსი. ზედმეტად იციან ყველაფერი ამ პლანეტის შესახებ, ამ პლანეტის ირგვლივ არსებულ ორბიტაზე, მისი წარმომავლობის შესახებ, თუ როგორი ქანია იქ და ფაქტობრივად ის, რასაც დღეს ასტროფიზიკოსები აი ამ სუპერთანამედროვე დავუშვათ თანამედროვე აპარატურით შეუძლიათ მათ რაღაც გარკვეული წარმოდგენა იქონიონ იმაზე, რაც ჩვენ საუბრობთ, მათ უკვე დიდი ხანია ჰქონდა ცოტა ის ადამიანები არიან, რომლებიც როგორც გითხარი ცხოვრობენ უდაბნოში და რომლებიც ჩვენი შესახედით ფაქტობრივად არ მიყვარს ამ სიტყვის თქმა, ველურები არიან. დავიწყოთ როგორც გითხარი თანმიმდევრულად ყველაფერი 30-იან წლებში დაიწყო, ზუსტად 31 წელს, როდესაც ორი ფრანგი მეცნიერი ანთროპოლოგი მარსელ გრიოლი და ჟერმენ დეტერმენი, შემთხვევით უпростоრად პირველად იყო მარსელ გრიოლი. ის რაღაც ანთროპოლოგი იყო და ბუნებრივია აფრიკის სამველური ტომით დაინტერესდა და წააწყდა უცნაურ რაღაცნაირად ტომს, რომელიც როგორც გითხარით, გარეგნულადაც გამოირჩევა სხვებისგან, იმით რომ სამოსი შეიმჩნევა ერთგვარი რაღაცა სხვაობა და ერთგვარი განსხვავებულობა არის იმ გაგებით, რომ რაღაცა თუნდაც იმ ორნამენტების სიუხვეში, იმ ფერებში, რომელთაც მათი სამოსია ხშირად დაბურული, უკვე გარკვეულად რაღაცა გამოიკვეთება, რამე თუ უკვე მიხვდები, რომ არაორდინალურ ადამიანებთან გაქვს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რაღაც დადიან, რაღაც დასდევენ თხებს, რაღაც ჩვეულებრივი ცხოვრობენ, არანაირად არ დამწერლობა აქ, არც არაფერი არ აქვს, თუმცა როგორც გითხარით, მათ ყველაფერი იციან ამ ვარსკვლავზე სირიუსზე და იციან ისიც, რომ დავუშვათ იუპიტერს ესეთი კალისებრი ორბიტა აქვს, მოდით გავასწრებთ მოვლენებს. 31 წელს ეს მარსელ გრიოლი ჩადის ამ საფრანგი ანთროპოლოგი ჩადის აფრიკაში და ფაქტობრივად აი ამ ჩასვლით შემდგომ მის აი ამ ნამუშევრებს, მის კვლევებს მოყვება უკვე მეორე ანთროპოლოგი ჟერმენ დეტერმენის ჩასვლა, რომლებიც ფაქტობრივად უკვე მე ერთად მოქმედებდნენ 10 წლის განმავლობაში ისინი სწავლობდნენ ამ ადამიანებს და ფაქტობრივად ისინი შევიდნენ უკვე ამ მეცნიერულ ან ლეგენდებად იქცნენ. იმიტომ რომ როდესაც გრიოლი პირველად აღმოჩნდა დოგონების სამშობლოში, მას გაუღიმა ბედმა და დაესწრო მეტად ესე საკრალურ რიტუალს, რომელსაც ევროპელებს ზოგადად არასწრებენ ხოლმე და რომელიც 50 წელიწადში ერთხელ სრულდება და თუ რატომ 50 წელიწადში ერთხელ თუ რა თქმა უნდა მოგვეცემა საშუალება, მოგვეცემა დრო, ამისა მე ამას აგიხსნით და რაღაცნაირად აი ძალიან ახლოს ადამიანური თვისებებიც ჰქონდათ ალბათ მათ ისეთი რამე თუ ამ ადამიანებმა, რომლებიც ყველას უცხოს არ იღებდნენ, მათში დაინახეს რაღაცა ბუნებრივი ადამიანური, მათ მიიღეს ამ წრეში და რაღაცნაირად აი ამ ურთიერთობის შედეგად გაჩნდა სხვადასხვა ნარკვევები, რომელსაც როგორც გითხარით, შოქში ჩააგდო მთელი მეცნიერთა ის უდიდესი რაღაცნაირად აკადემიური წრე. 46 წელს გრიოლი კვლავ
დაუბრუნდა ამ ტომს, შეხვდა ამ ბელაც უმაღლეს ქურუმებს და რაღაცნაირად ისინი მათ გადაწყვიტეს და შეიყვანეს ეს ადამიანი რაღაც გარკვეულ ესეთი ძალიან საკრაულ წრეში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული კასტის ადამიანები მათი ტომისა იღებდნენ მონაწილეობას და რაღაცნაირად იქ ხდებოდა გაცნობა. რა თქმა მან არ იცოდა მათი ენა, მაგრამ მათი ენა შეისწავლა, გაიგო მათი ეს გარკვეული ნიუანსები მათი ყოფისა და უკვე ნელ-ნელა დაიწყო მათი საიდუმლოს გაცნობა. უნდა ითქვას, რომ ამ ხალხს არ გააჩნია დამწერლობა, როგორც გითხარით, თუმცა რაღაც იეროგლიფების მსგავსი რამ მათი გამოქვაბულების კედლებზე შეინიშნება და ამაზე ჩვენ შევაჩერებთ კიდე თქვენს ყურადღებას და ამ გრიოლს შემოერთა კიდევ ერთი ანთროპოლოგი, როგორც გითხარით, დეტერმენი, მათ აი რაღაცა არაჩვეულებრივი ურთიერთობა გააბეს აი ამ ადგილობრივ მოსახლეობასთან და შედეგად რაღაცნაირად მათ გამოაქვეყნეს ერთობლივი სტატია, რომელმაც ფაქტობრივად როგორ გითხრათ აი რაღაც ნაღმის ხიროსიმასავით გააფეთქდა მთლიანად ამ სამეცნიერო წრეებში. ამ სტატიას ერქვა სირიუსის სუდანური სისტემა, რამე თუ მათ აღწერეს სირიუსის უცნობი ვარსკვლავის 30-იანი წლებია და ფაქტობრივად ეხლა ასტრონომია უკვე იყო გარკვეულ საფეხურზე ასული, გარკვეული კვეცრები ასტროფიზიკოსების ნამუშევრებში გრძნობოდა და ბუნებრივია გარკვეული საფეხურით უკვე გადადგმული ქონდა კაცობრიობას ამ მიმართულებით ნაბიჯი, თუმცა ისინი აქვეყნებენ სტატიას, სადაც ანთროპოლოგები, რომლებიც საერთოდ შორს არიან ასტროფიზიკისაგან, აქვეყნებენ სქემას, ვარსკვლავების განლაგებას, პლანეტების განლაგებას და ამას ყველაფერს ამბობენ, რომ ყველაფერი მათ მოუყვა ვიღაცა ნახევრად შიშველმა რაღაცა ბელადმა ქურუმა, რომელიც ეს ყველაფერი დაუწერა მათ ქვიშაზე. სტატიაში იყო მხოლოდ ფაქტების კონსტატირება. ეს მინდა გითხრათ, ის რასაც ისინი აი ამ ტომის ბელადებთან და ქურუმებთან ახლო ურთიერთობის შედეგად იმას, რასაც ისინი ახლო ურთიერთობის შედეგად ამბობდნენ და აღწერდნენ, ის საიდუმლოს გაშუქება, რომელსაც ეს ორი ანთროპოლოგი ეზიარა, იყო ფაქტობრივად ეს ნაწარმოები, ფაქტობრივად სხვა მეცნიერული, ან როგორც გითხრათ, არ იყვნენ ისინი ასტროფიზიკოსები და ბუნებრივია არ შეეძლოთ რაღაცნაირად მათ გარკვეული უკვე დასკვნების გაკეთება. აქვე ცოტა მოვლენებს გაუსწრებ და გეტყვით, რომ 1970 წელს უკვე გამოვიდა რობერტ ტემპლის წიგნი სირიუსის სისტემა, რომელიც აი ამ ორი ფრანგი მკვლევარის საფუძველზე უკვე რაღაცნაირად თავისი ასტროფიზიკური გათვლები, თავისი მათემატიკური ისინი ფორმულების გაანგარიშებები დაურთო და ფაქტობრივად დაადგინა, რომ ეს ადამიანი არ ცრუობს და ის რასაც ისინი ამბობენ აბსოლუტური სიმართლეა. ეს ორი ანთროპოლოგი აი ამ მასალაში მაგალითად წერდნენ, რომ მათ მე შემდგომ ამოვიდა კიდევ ერთი წიგნი თეთრი მელა ერქვა, ახლა პოლიტიკური ასოციაციებისგან ცოტა შორს ავიდა, ჩვენ დიჯეს ეყიმება და მივხვდი რატომ. თუმცა აქაც მხოლოდ მოგზაურობის დეტალებია და ფაქტების კონსტატირება და არა მეცნიერული დაუშვათ ანალიზი და საიდუმლო კვლავ გაუხსნელი რჩებოდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ რაღაცნაირად ძალიან ამ ნაშრომად ამ სტატიამ უამრავი მკვლევარი ჩაიყვანა აფრიკაში, რომელსაც სურდა დამიდუმალი ტომის ადაწესების შესწავლა, მაგრამ მხოლოდ ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილმა ანთროპოლოგებმა, აი ეს ორმა ანთროპოლოგმა, ფრანგ ანთროპოლოგმა მიიზიდა მათი ყურადღება იმდენად, რომ მხოლოდ მათ მიეცათ საშუალება იმისა, რომ დოგონების ამ საიდუმლოს მიახლოდნენ და მხოლოდ მათ გაუზიარეს ის ინფორმაცია, რომელიც დოგონები ინახავდნენ რაღაცნაირად უკვე საუკუნეების მანძილზე და რომელსაც ფაქტობრივად უკვე თავდაყირად დააყენა მთელი ჩვენი წარმოდგენა კოსმოსზე და ეს დააყენა ფაქტი, რომ ჩვენ ერთადერთები ვართ galaktikაზე, არ მიყვარს ხოლმე ამაზე საუბარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო ფაქტია დამეთანხმებით. დოგონები მიიჩნევენ, რომ მათი ცოდნა, რომელსაც ისინი ასე სათუთად ინახავენ, რომელსაც არავის არ ამდობენ, თავისი ტომის ხალხთანაც კი მხოლოდ რჩეულებს აქვთ უფლება ამ ცოდნას ეზიარონ და ეს ორი ანთროპოლოგს როგორ გავუღიმა ბედმა უკვე გასაგებია და ისინი ამბობენ, რომ ეს ცოდნა მათ ვარსკვლავებიდან ჩამოიტანა galaktikurma სტუმარმა, რომელსაც ახლა ცოტათი გაუსწრებ მოვლენებს და უცნაური სტუმარი გახლდათ, ეს იყო რეპტილია ფაქტიურად, თევზი, რომელსაც ჰქონდა ეს ეცინება ჩვენს ღვიძლ რეჟისორს, მაგრამ ნახავთ თქვენ აი როდესაც კიდევ ერთხელ ამბობ, მე არავის თავს არ ვაყო, პროცესი საინტერესოა უბრალოდ რაღაცნაირად ასეთი ადამიანების არსებობა და თან თქვენ
როდესაც მე თქვენ მოგიყვებით თუ როგორ დეტალურად აღწერენ ისინი ამ სირიუსი და ვარსკვლავების განლაგებას, მიხვდებით რომ ეს ნამდვილად სასაცილო ნამდვილად არ არის. ამბობენ რომ მათ ეს ყველაფერი ცოდნა ჩამოუტანა ვიღაცა რეპტილიამ სახელად ნომო, ესე ძალიან საინტერესო სახელია და სხვა შორის შუმერულ ნომოსთანაც ერთგვარი კავშირი აქვს და ერთგვარი კავშირია კიდევ ძალიან ბევრ მითოლოგიასთან, რომელზეც ჩვენ ადრე ქონდა საუბარი. ეს ნომო არის რეპტილია, რომელსაც თავზე სკაფანდრის მსგავსი რაღაც ესეთი ჩაფხუტი ქონდა, სადაც ესხა წყალი, რამე თუ მას არ შეეძლო ჟანგბადი სუნთქავდა, რაღაცნაირად დაიწყა წყლით სუნთქავდა და ეს ყველაფერი დაფიქსირებულია და ნახატებშიც კი არის და სხვადასხვა ეგვიპტურ ფრესკებზეც არის შემორჩენილი მსგავსი არსება. თუმცა ასეთი 10 წლიანი მუშაობის შემდეგ, მოდით ამ მეთოლოგიის თუ დავჩერდეთ, დაუბრუნდებით 10 წლიანი აქტიური მუშაობის შედეგად ფრანგმა მეცნიერებმა მოიპოვეს რამდენიმე მეტასაყურადღებო მასალა, ძალიან საინტერესო ანთროპოლოგიური და ისტორიული მასალა, შრომის იარაღები, რომელსაც სამტომის ბელადები ჩუქრინდნენ ფრანგებს, ამ პლანეტის არც ერთი ტომის წარმომადგენელთან არ დაფიქსირებულა ასეთი შრომის იარაღები და გარდა ამისა მათ აღმოჩნდნენ ასევე სხვადასხვა მცირე ზომის ქანდაკებები ამოკვეთილი ქვიდან, ძვლებიდან და რაღაცნაირად ეს განსხვავებული მიწის დამუშავების მანერა, ეს რწყვის განსაკუთრებული განსხვავებული სისტემა ნამდვილად გამორჩეულია აფრიკაში და ნამდვილად წარმოუდგენელია, საიდან უნდა ქონოდა მან ცოდნა დაუშვათ აგრარულ ესეთ სფეროში, როდესაც ახლა მხოლოდ ახლა მეცნიერები არ ყვევენ იმას, რომ ნახო სიგრძნისეულად მე არ მაქვს სიმართლე რომ გითხრათ ეს საკითხი, უბრალოდ მე იმ სტატიების ჩამონათვალს გავეცანი და იქიდან გამომდინარე გიკეთებთ დასკვნას და ეს აგრარული ესეთი მეცნიერული დღესაც კი თანამედროვე აგრარული ფაქტობრივად მიწის დამუშავების იმ ადგილებში ისე აქვს ეს ყველაფერი აღწერილი, რომ საიდან ქონდათ ესეც საინტერესო, მაგრამ თავი არის სირიუსი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით უკვე გადაცემის მეორე ნაწილში. მე მანიშნები რომ ახლა საუნდტრეკმა უნდა მაპატი სოფლიო ჰიტმა უნდა გაიჟღეროს, აქ გეტყვით რომ ჩვენ საგანგებოდ შევარჩიეთ სოფლიო ჰიტისთვის თქვი აფრიკული ხანგები, რომელთაც მსავსეა და მდიდარია პოლ საიმონის შემოქმედება. პოლ საიმონია ჩვენი დღეს მუსიკალური ერთგვარი მხარდამჭერი. მოდით პოლ საიმონის სოფლიო ჰიტს მოვუსმინოთ, შემდეგ საინფორმაციო გამოშვება, შემდეგ ასევე პოლ საიმონის მიერ შესრულებულ საუნდტრეკს და შემდეგ დაბრუნდეთ უკვე ამ საინტერესო საუბრით რადიო მედის პირდაპირ ეთერში. ამოუცნობი, ამოუხსნელი, დამალული, შენიღბული. X-კოდი რადიო იმედის ეთერში.